აყენებული აქვს ატუმაშის 192 მუტრის მეორე ნაწილის აქვე პუნქტი და მესამე ნაწილის ბექვე პუნქტი, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით გაფლანგვას. ეხება დედოფლის ხაროს ტერიტორიაზე მდებარე კოჩების ტბის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან გამოყოფილი თანხების დიდი ოდენობით მითვისება. ასევე გარსევანიშვილისაც 192 მუხლის მესამე ნაწილის ბექვე პუნქტით იგივე დიდი ოდენობით მითვისება და გრემელაშვილს აქვს აყენებული 192 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით და მესამე ნაწილის ბექვე პუნქტით, ანუ ჯგუფურად დიდი ოდენობით გაფლანგვა. ეს არის მანავის გზების ეპიზოდი. გარსევანიშვილის მანავის გზების ეპიზოდში მითვისებაშია ბრალდებული და რაც შეეხება კიდევ გრემელაშვილს კიდევ დამატებით 332 მუხლით აყენებული სამსახურებრივი უზრუნველყოფის ბოროტად გამოყენება იგივე მანავის გზების ეპიზოდთან დაკავშირებით. ტატუნაშვილი ნაწილობრივ უცნობდა თავს დამნაშავედ, შემდეგ პოზიცია შეიცვალა და არ ცნობდა, თუმცა საპროცესო შეთანხმების დადებისთვის მან უკვე სრულად ცნობდა თავი დამნაშავედ. რაც შეეხება გარსევანიშვილს და გრემელაშვილს, ეს ბრალდებულები გამოძიების საწყის ეტაპზევე თავს დამნაშავედ ცნობდნენ მთლიანად. საპროცესო შეთანხმება მიმდინარეობს მხარეებს შორის, ფაქტიურად მიღწეულია. შემდეგ პროცესზე სავარაუდოდ უკვე ჩვენ დავდებთ საპროცესო შეთანხმებას სამივე ბრალდებულთან.